რატომ გადაწყვიტა UFC ღონისძიების საქართველოს ნაცვლად აზერბაიჯანში ჩატარება? როგორც იქნა გვეღირსა და UFC კავკასიაში ჩამოვიდა, მაგრამ ბევრისთვის მოულოდნელად მას არა თბილისი, არამედ ბაქო მასპინძლობს. დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ მიზეზებზე, თუ რატომ არჩია დანა ვაითმა თბილისს ბაქო. უკვე დიდი ხანია ქართველი მებრძოლები UFC-ს ღონისძიების საქართველოში ჩამოტანას ცდილობენ. ამ საკითხის პირველი ინიციატორი გიგა ჭიკაძე იყო, რომელსაც დანა ვაითთან ამაზე არაერთხელ უსაუბრია. იმ პერიოდისათვის გიგა ჭიკაძეს საკმაოდ წარმატებული სერია ჰქონდა და სრულიად ლოგიკური იყო, რომ თბილისში ქართველ მებრძოლს მთავარი ჩხუბი ჩაეტარებინა. გიგა ჭიკაძე თავიდანვე ამბობდა, რომ ღონისძიების თბილისში ჩასატარებლად ბევრი კომპონენტის დაკმაყოფილება იყო საჭირო. სამართლიანობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ იმ დროისათვის MMA საქართველოში ასეთი პოპულარობით არ სარგებლობდა. ახლა მაშინ, როდესაც ქვეყანას ორი ჩემპიონი ჰყავს და MMA დღითიდღე უფრო იზრდება, სრულიად ლოგიკურად ისახება, რომ თბილისმა ერთ დღეს UFC-ს ღონისძიებას უმასპინძლოს. ნინა დრამას საქართველოში ვიზიტიც ამის კარგი მაგალითია. ასეთი სახეების საქართველოში სტუმრობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან UFC კარგად ხედავს თუ რამდენად პოპულარულია სპორტი საქართველოში. მერწმუნეთ, UFC სწორედ ისეთი ორგანიზაციაა, სადაც პირად საუბრებში ბევრი რამ წყდება. ამერიკაში ჩასვლის შემდეგ ნინა დრამა დანა ვაითს ბევრს მოუყვება იმის შესახებ, თუ როგორ უყვართ ქართველებს მერაბ დვალიშვილი. ამის შემდეგ ორგანიზაცია მიუხვდება, თუ რამხელა პოპულარობით სარგებლობენ ქართველი მებრძოლები საკუთარ სამშობლოში და ივენთის ჩატარებაზე კიდევ უფრო მეტად დაფიქრდებიან. მაშინ რატომ აირჩიეს ბაქო? ამაზე პასუხი შეგვიძლია ფულში, ამბიციებში და ინფრასტრუქტურაში ვეძებოთ. პოლიტიკაში ზედმეტად რომ არ გადავიჭრათ, მარტივად გეტყვით, რომ აზერბაიჯანის მთავრობის მხრიდან სპორტულ ღონისძიებებს ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს. ფორმულა 1, ევროპის ჩემპიონატი, ბაქოს გრანდ სლემი, ევროპის ოლიმპიური თამაშები და კიდევ ბევრი სპორტული ღონისძიების ჩამოთვლა შეგვიძლია, რომლისთვისაც ბაქოს უმასპინძლია. აქედან გამომდინარე ვხვდებით, რომ აზერბაიჯანელებს ფართომასშტაბიანი ღონისძიებების მასპინძლობის გამოცდილება აქვთ. დანა ვაითი ჩვენთან ივენთის ჩატარების ერთ-ერთ მთავარ პრობლემად შესაბამისიარენის არ ქონას ასახელებს. როგორც მერაბ დვალიშვილი ამბობს, UFC-სთვის საჭიროა მინიმუმ 16,000-იანი არენა, რაც საქართველოში არ გვაქვს. სხვათა შორის არსებობს სტადიონზე ჩატარების იდეაც, მაგრამ დანა ვაითს არაერთხელ უთქვამს, რომ სტადიონზე ღონისძიების ჩატარების ძალიან დიდი წინააღმდეგი არის. სწორედ ამიტომ გაიწელა ესპანეთში UFC-ს სტუმრობაც. აზერბაიჯანში არსებობს არენა კრისტალ ჰოლი, რომელიც UFC-ს მოთხოვნებს მაუწყებლობასთან და გულშემატკივრების რაოდენობასთან დაკავშირებით სრულიად აკმაყოფილებს. გარდა ამისა, თუ დავუმატებთ მზარდ ტურისტულ სექტორს და პირდაპირ ფრენებს საერთაშორისო მასშტაბით, ლოჯისტიკური თვალსაზრისით ბაქო ძალიან მომგებიანია. arenis გარდა კიდევ ერთ პრობლემად მესახება ბილეთების ფასი. UFC-ს ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთები ძალიან ზვირიღეს. მათი ფასი შეიძლება $500-დან $25,000-მდეც კი მერყეობდეს. დღეისათვის სულ ეს იყო. დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ ჩვენი არხი და არ დაგავიწყდეთ ზარის გააქტიურება, რათა არ გამოგრჩეთ სიახლეები MMA-ის სამყაროში. მომავალ ვიდეომდე.